Debit რამდენიმე წუთში ჩვენ ახლა გადაცემა განსხვავებული აქცენტების ავტორი ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. Სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელში გააკრიტიკა ეკა შენი გადაცემა. მე მოკლედ გავიმეორებ ძირითად პუნქტებს. თუ კიდე მე გავიმეორებ გიორგი და თან ეგრეთ წოდებული რეზბალნიცა, რომელიც თქვენს გადაცემაში გეუბნება სასჯელ აღსრულების მინისტრის მოადგილე, თქვენს გადაცემაში საკონფერენციო სივრცედ არის აღწერილი 2013 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე დახურული იყო კაპიტალურ რემონტზე. მეორე, მსჯავრდებულები, რომელიც თქვენს გადაცემაში რეზბალნიცაზე იმყოფებიან და კონფერენციებს ხელმძღვანელობენ, სინამდვილეში იქ არ იმყოფებიან. მესამე, საკნებში გადაღებული კადრები, რომელიც თქვენი გადაცემისთვის გამოიყენეთ, 2012 წლის მარტსა და აგვისტოშია YouTube-ზე ატვირთული, ხელისუფლება კი 2012 წლის ოქტომბერში შეიცვალა. და მეოთხე, ასევე ერთ-ერთი პატიმარი, რომელიც თქვენს გადაცემაში ახსენეთ, სხვა პატიმრებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის გამო წელიწადზე მეტია ტუბერკულოზის ცენტრიდან გადაყვანილია სხვა მკაცრი რეჟიმის ციხეში, რის გამოც მივიღეთ ბევრი კრიტიკა. ეს ის პატიმარია, რომელზეც ჩვენ უკვე სახალხო დამცველთან ერთად ვისაუბრეთ. ეკა, ანუ პრეტენზია ეხება კადრების ავთენტიკურობას და პერიოდს თუ როდის არის ეს ფაილები ჩაწერილი. რამდენად შეიძლება დარწმუნებით იმაზე საუბარი, რომ ეს ჩანაწერები სწორედ იმ პერიოდს ასახავს, რომელზეც შენს გადაცემაში იყო საუბარი. კი ბატონო, ჯერ რაც შეეხება ბატონ თალაკვაძის გამოხმაურებას Facebook-ზე, იქ არ დამდგარა, მას არ დაუყენებია ეჭქვეშ კადრების ავთენტურობა, ამაზე სხვა მაღალჩინოსნებმა ისაუბრეს, ან ყოფილმა მაღალჩინოსნებმა. კი, ზოგადად დადგა ავთენტიკურობის მოდით, მე ესე გავყოფთი გამოხმაურებას ამ გადაცემაზე გიორგი, ერთი თალაკვაძის, შედარებით სერიოზული და უქტომბრივად ჩავყვები ას პრეტენზიებს და მეორე უკვე საკმაოდ არასერიოზული, რომელიც გააკეთეს ოზორ სუბარმა, გიავოლსკიმ და ასე შემდეგ. მოდით ჯერ არჩილ თალაკვაძით დავიწყოთ. მან თქვა, რომ ესე იგი პირველი არგუმენტი იყო, რომ ეგრეთ წოდებული რეზბალნიცაში იყო რემონტი და ამიტომ ეს ვერ იქნებოდა გამოყენებული საკონფერენციო სივრცე. ძალიან საინტერესოა, რომ ბატონი თალაკვაძე სურათში კი უთითებს, როგორც შემდეგ მე ვნახე, მაგრამ ტექსტში არსად არ უწერია მას როდიდან დაიწყო, რომელი თვიდან დაიწყო რემონტი ამ დაწესებულებაში. შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ 1 ივლისს დაიწყო და ეს ჩანაწერი, რომელიც ჩვენ გაჩვენეთ და რომელიც ამ დაწესებულებიდან იყო ჩაწერილი, ეს არის 18 მარტს გაკეთებული, ასე რომ ეს არგუმენტი გაბათილებულია. ეს ერთი. რაც შეეხება მეორე, ის ამბობს, რომ ერთ-ერთი პატიმარი საერთოდ არ იმყოფებოდა იქ. ჩვენ სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს მასალები, რომელიც გამოვაქვეყნეთ, არის ავთენტური, ამას მოყვება ცნობა გატარებული ოპერატიული მუშაობის შესახებ. აქ არის მითითებული, ვინ მონაწილეობდნენ ამ სატელეფონო საუბრებში, ამ ადამიანების ბიოგრაფიებია, არის როდის მოხდა ამ ცნობის გაცემა და ეს ცნობები არის გაცემული 2013 წლის მარტში და ამ ცნობების მიხედვით ეს ადამიანები იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაში. თუ არ იმყოფებოდნენ მაშინ ოფიციალურად, მაშინ იმყოფებოდნენ არაოფიციალურად, ეს კიდევ ერთი პრობლემა, კორუფციული გარიგების შედეგად შეიძლება იქ მოხვედრილიყვნენ ადამიანები, რომელთაც იქ ყოფნა, თქვათ, არ ეკუთვნოდათ, ხო? ეს მეორე არგუმენტი. რაც შეეხება მესამე არგუმენტს, რომ YouTube-ზე ატვირთული მასალები 2012 წელს ბატონი თალაკვაძეც ამბობდა და შემდეგ შესაძლოა ხელისუფლება ჯერ კიდევ არ იყო შეცვლილი. ეს არის ყველაზე სასაცილო არგუმენტი ამ თელ წერილში, ისე იმიტომ რომ აქ YouTube-ის მასალებზე საერთოდ არ არის საუბარი. ჩვენ ძალიან ცხადად, როგორც ჩვენს ანონსში, ისევე გადაცემაში ვთქვით, რომ ჩვენ ვფლობთ აუდიო მასალებს, არანაირი YouTube-ის მასალებზე და ვიდეო მასალებზე იქ არ იყო საუბარი. ამიტომ ამ ვიდეო თან ყველა მასალა, ხო შენ ძალიან კარგად იცი, ჟურნალისტმა ყველა მიცის, რომ ჩვენ საარქივო მასალებს ვიყენებთ ტექსტის გადასაფარად, სხვანაირად არ ხდება. ის მასალები, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ ამ გადაცემაში, ძალიან ბევრი იყო არქივიდან, მათ შორის ასევე იყო ეს ვიდეო მასალები, რომელიც მართლაც ატვირთულია YouTube-ზე, უკვე კარგა ხანია. უბრალოდ ეს ჩვენ ვაჩვენეთ იმის
საილუსტრაციოდ, თუ როგორ ხდება საკნებში ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები და ყველა მასალას ეწერა, რომ ეს არქივია და საერთოდ არ ყოფილა საუბარი, რომ ეს ჩვენ ვიდეო მოვიპოვეთ ექსკლუზიურად ან ახალ რამეს გაჩვენებთ, აქ იყო საუბარი მხოლოდ აუდიო ფაილებზე და ძალიან საინტერესოა ეს ყურადღების გადატანის ეს მეთოდი ხელისუფლების მხრიდან მათ დაიწყეს ამ რაღაც საარქივო მასალებზე საუბარი, როდესაც ჩვენ პრობლემას ვაჩვენებთ აუდიო ჩანაწერებით და არავითარი ვიდეო ჩანაწერებით. ესეც მესამე არგუმენტი მე ვფიქრობ, რომ გაბათილებულია და მეოთხეს თუ შემახსენებ რა იყო, ეს იყო შენ პრინციპში ყველა არგუმენტი უკვე ჩამოაყალიბე, მე მაინტერესებს ეკა შენ თქვი რომ ასევე მე მინდა ამასაც გამოვეხმაურო, რომ ეს არისო მგზავნილი ეს გზავნილებიო, რომ დამნაშავეებს ასეთი ციხეების აღარ ეშინიათო, ეს არის რაღაცა ირიბი გზავნილი ირიბად ხდება ციხებში ძალადობრივი მეთოდების და პატიმრების მიმართ რეპრესიების წახალისება, ასეთი გადაცემები. წახალისება, ნუ ეხლა ეს რა არის წახალისება, ძალადობის წახალისება, ეს მედია ეთიკის კოდექსში არის ძალიან ნათლად გაწერილი. ამ ეთიკის არც ერთი მუხლი ჩვენ არ დაგვირღვევია და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ წახალისება კრიმინალის თუ სუბიექტური მოსაზრების გამოთქმაზე მიდგა ჯერი, როგორც გამოთქვა ბატონმა თალაკვაძემ, წახალისება არის ის, რომ პრობლემას როცა არ აღიარებს ხელისუფლება, თვალს ხუჭავს პრობლემაზე, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ ამ აუდიო მასალებით, ჩვენ გამოვაშკარავეთ რა პრობლემებია დღეს ციხეებში და როდესაც ხელისუფლება დგება თავდაცვით, არა თავდაცვით, არამედ თავდასხმით რეჟიმში და იმის მაგივრად რო თქვას, რომ პრობლემები არსებობს და შესაძლოა ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ეს პრობლემები გარდაუვალი იყო და მან მასთან დაიწყოს ბრძოლა, ის თავს გვესხმის მედიას, ჟურნალისტებს გვადანაშაულებს რაღაცა კამპანიების წარმოებაში. მე ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეკა სახალხო დამცველმა მოითხოვა მთავარი პროკურატურისგან გამოძიების დაწყება. შენ რამდენად მზარ ხარ, რომ ითანამშრომლო გამოძიებასთან, როგორც ვნახეთ, შენ გაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ამ ვიდეოებთან ამ მასალასთან დაკავშირებით და შეიძლება ჟურნალისტისგან სასაცილოდ ჟღერდეს ამეთი შეკითხვა, მაგრამ მაყურებლისთვის მაინც კითხავ. აპირებ თუ არა რომ გაამხილო შენი წყარო? რა თქმა უნდა, არ ვაპირებ, ეს არც დგას ეს საკითხი. არასოდეს არ დადგება ის, რომ თავისი წყარო გაამხილოს ჟურნალისტმა. მე მიცავს კანონი და ამიტომ ამ გაუმხელებლობის, ანუ წყაროს გამხელას მე ვერავინ ვერ მომთხოვს, ამ შემთხვევაში სრულად დაცული ვარ. რაც შეეხება თანამშრომლობას, მე მაქვს მასალები, მაქვს გაცილებით უფრო მეტი მასალა, ვიდრე გამოვაქვეყნეთ ჩვენ შაბათის გადაცემაში. ყველა მასალას მე სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადავცემ პროკურატურას და უკვე შემდეგ პროკურატურაზეა რამდენად წარმატებით გამოიძიებს ის ამ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მტკივნეულ საკითხებს. ასევე მე მინდა გიორგი რომ არ გამომრჩეს, როდესაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს მასალები 2013 წლის, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, არის ჩაწერილი სოზარ სუბარის მინისტრობის პერიოდში. და დღეს პრინციპში ყველაზე არ გამორიცხა. ბატონო? რაც თავად სოზარ სუბარმაც არ გამორიცხა. ხო, მის პერიოდში არის ჩაწერილი და დღეს პრინციპში ჩვენ მისგან უნდა ვისმენდეთ პასუხებს ჩვენს კითხვებზე, რადგან მისი იყოფნის პერიოდში არის თავმოყრილი ყველა ეს პრობლემა და სოზარ სუბარმა რა ტაქტიკა აირჩა, რაც სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ მან განაცხადა, რომ ეს არასერიოზულია საერთოდ ამ გადაცემაზე ლაპარაკი და შემდეგ კიდევ უფრო უცნაური ახსნა მოძებნა და ადამ და ევას და კაენს და აბელს გადაწუდა და ამით ახსნა კრიმინალის მდგომარეობა. კიდევ არა, თუ შეიძლება, არა, ძალიან გთხოვ, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და კი ბატონო, ვოლსკიმაც ასევე რაღაც საბჭოთა პროპაგანდის მეთოდით დაგვიპირისპირდა და თქვა, რომ ამდენი რამე ხდება ქვეყანაში და თქვენ თუ შეიძლება. თუ შეიძლება, მე დებატებში არა ვარ პოლიტიკოსებთან. დაასრულებს ხალბატონი ეკა და გადმოვდივარ თქვენთან. ძალიან მნიშვნელოვანია. ეკა, თუ შეიძლება. ხო დაასრულა და უკვე სტუმრები ითხოვენ სიტყვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი თალაკვაძე, რომელთაც ამ ყველა კომენტარს შორის ყველაზე სერიოზული, ასე ვთქვათ, გამოხმაურება ქონდა, იქ მას არ ულაპარაკია იმ პრობლემებზე, რომლებსაც ამხელს ეს აუდიო ფაილები, ასე ვთქვათ. ეს არის ეგრეთ წოდებული ოფშაკის აკრეფა, ეგრეთ წოდებული მაყურებლები. არც მათგანზე ჩვენ არ მიგვიღია სერიოზული გამოხმაურება. დიდი მადლობა ეკა.